მაშასე დავბრუნდით სიუჟეტის ნახვის მერმე ძვირფასო ტელემაყურებლებო და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. ერთი მხრივ ადვილი ის არის რომ ორივე თეიმურაზია. ამიტომ თვითონ იხუნრა ერთ-ერთმა რომ თეიმურას პირველი თეიმურას მეორე. ბატონი თეიმურას ფხალაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი და ბატონი თეიმურას ზიქორიძე, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ხელმძღვანელი, დირექტორი. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მართალი გითხრათ, ესეთი მძიმე თემაა, რამე თუ ჩვენი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში ამ 4 სარგულს გულისხმობ მივხვდით მაყურებელი, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს ქუჩის ცხოველებთან საერთოდ გარე სამყაროსთან იმ საოცარ რაღაც სევდიან არსებებთან, რომელსაც ზოგჯერ ასე ეპყრობა, ვეპყრობით და რომელსაც პატრონისედაც არ ყავს, რომელიც ქუჩის ცხოველია და ასე შემდეგ. ძალიან რთულია, ხო, ვითარება ბატონო თეიმურას. თქვენით დავიწყოთ და მე ბატონი თეიმურასთან. ვითარება რთულია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უფრო რთული იყო და გაცილებით კაი მდგომარეობაში ვართ დღესდღეობით. სააგენტო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შეიქმნა 2015 წელს. მის ძირითადი ფუნქცია მოსახლეობის დაცვა საღვთისმეტყველებელი ცხოველებისაგან და ასევე ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი. მოკლედ ვიტყვი ძალიან სიტყვა რომ გაგვგრძელდეს რა იყო და რა გვაქვს. იყო განსაკუთრებული სისასტიკე, იყო არარსებობა არანაირი სამართლებრივი ბაზის, მოსახლეობის ცნობიერება ფაქტიურად ნულის ქვემოთ იყო ასე რომ ვთქვათ. და ასე და ასე შემდეგ. დღეს მდგომარეობით რა გვაქვს სახეზე? მოვაწესრიგეთ სამართლებრივი ბაზა, ცნობიერების ამაღლებაზე ძალიან ბევრი ღონისძიება განახორციელეს სააგენტომ, გაკვეთილებს ვატარებთ სკოლებში. 1000 ღონისძიებას ვატარებთ, საინფორმაციო ბანერები გავაკეთეთ, ბუკლეტები გავაკეთეთ, ქალაქში რიგდება, დამონტაჟდა ბანერები, ასევე სოციალური რეკლამა გავაკეთეთ და მუშაობთ აქტიურად, რომ მოსახლეობის ცნობიერება ავამაღლოთ და გავათვითცნობიეროთ მოსახლეობა თუ თქვენი პროფილით არის, შემიძლია მეკითხრათ უბრალოდ ნამდვილად აი ეს აცრის და ჩიპები და საჭირო ემზავლა. იმიტომ რომ ძალიან ამ ხრი ვერაზე ყოველთვის დალაგებულია. ვითარება მე ვარ მოწმე, იმიტომ რომ ძალიან შემხედრია ამის გარეშე. ამის გარეშე, ხო, ეს არის. ხო, ამის თქმა მინდოდა ეს პოპულაციის მართვა და კონტროლი მიდის აბსოლუტურად ჰუმანური მეთოდებით. ხდება ცხოველის დაჭერა, გადაყვანა თავში საფარში, სადაც პირველი შეუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, ჯანმრთელ ძაღლს და არააგრესიულ ძაღლს უტარდებათ სქესის მიხედვით ოპერაცია, სტერილიზაცია ან კასტრაცია, ყურზე უმაგრდებათ თქვილას ახსენებს საჭრე, რომელიც დანომრილია ცენტრალურ ბაზაში ასახული და მაგის მეშვეობით ხდება კონკრეტული ცხოველის კონტროლის შემდგომ და უკვე ესეთი ცხოველი უსაფრთხო მდგომარეობაში მყოფი უბრუნდება ქუჩას, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა გარემოსთვის. ეს ერთადერთი გზა არის პოპულაციის შემცირების და კონტროლის, სტერილიზაციის მეთოდი და დაბრუნება უკან. ტექნიკური ჩარევით, მარტო იმით, რომ როგორც ადრე იყო მოკვდინებით, შედეგს ვერ მივაღწევთ, უფრო უკონტროლო ვითარება იქნებოდა, ტყუილი ფულის ხარჯვა და ასე შემდეგ. ანუ რო თქვით, ძიმე ვითარება არის სირთულეები, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება იმ დროს აი 2015 და 2015 წლის შემდგომ, რა თამამად შემიძლია ეს ამას ხაზი გაუსვა. აი ბატონ თემურთან გადავალ მეორე თემურთან. თქვენი სამსახური, ამ შემთხვევაში უფრო სწორედ კონკრეტულად რას აკეთებს და რა ვითარება თქვენი მოსაზრებით? ხო, ჩვენ არაკომერციული საზოგადოება ვართ, ასოციაცია. ეს პრაქტიკულად ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებით მთელი რიგი მისიები გვაქვს. მაგრამ როგორც გარეულ ცხოველებზე, ისე შინაურ ცხოველებზე ფართო სპექტრი არის, მაგრამ რა ძალა გვაქვს უკვე სხვა მომენტია. იმიტომ რომ თუ ვილაპარაკებთ ახლა კონკრეტულად აი ბატონო თეიმურასმა ილაპარაკა და ილაპარაკა ძირითადად თბილისიდან, ეს არის თბილისის სამსახური. ეხლა თუ ვილაპარაკებთ ჩვენ უფრო დღეს მთლიან სფეროში რო ვილაპარაკობთ საქართველოში ცხოველთა ყოფის შესახებ, ეს ძალიან დიდი თემაა, ამას ცალკე თემები უნდა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ კომპანიელ ცხოველებს, შინაურ ცხოველებზე თუ ვისაუბრებთ ჩვენ, უმძიმესი სიტუაცია საქართველოს მასშტაბით. თბილისში გამოკეთებულია სიტუაცია, ამას წლები ჭირდება.
ეს არ შეიძლება 1 წელიწადში, 2 წელიწადში, 3 წელიწადში გადაწყდეს, მაგრამ თვითონ თუ ვისაუბრებთ ჩვენ საქართველოს მასშტაბით, არის უმძიმესი სიტუაცია. რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში მოსახლეობის ცნობიერება არის ძალიან დაბალი, აქედან იწყება საერთოდ ყველაფერი, როცა მოსახლეობის ცნობიერება არის დაბალი, ამ სიტუაციაში კანონებიც არ გვაქვს, იმიტომ რომ მოთხოვნა არ არის მოსახლეობისაგან ცხოველთა დაცვის შესახებ, პოპულაციის კონტროლის შესახებ. რეგიონებში საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. მე ახლა ვლაპარაკობ კონკრეტულად ერთ-ან ორ რეგიონს, თუმცა იქაც ძალიან დიდი კითხვის ნიში წარმოდგენა არ აქვს. პოპულაციის კონტროლი როგორ შეიძლება და ჰუმანური მეთოდებით შემცირება უპატრონო ამ სიტუაციაში ცხოველების არავითარი სტრატეგია არ არის საქართველოს მასშტაბით ვთქვათ, კერძო საკუთრებაში არსებული ცხოველების, მათი იდენტიფიცირების, მათი გამრავლების წესების და ასე შემდეგ. საგანმანათლებლო სისტემა პრაქტიკულად აბსოლუტურად არ არის საქართველოში. ძალიან დიდი არის სისასტიკე ცხოველების მიმართ აი ამ ბოლო პერიოდში. ბოლო პერიოდში ჩვენ უბრალოდ გავახმოვანეთ, რაც უფრო მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ ძალიან ხშირი, ძალიან დიდი სისასტიკეები ხდება. აი მე გეტყვით, რომ რეგიონებიდან მირეკავენ უბრალოდ, რომ აი ძაღლი მოკლა, აი თუ ეს ხსასროლი იარაღით, თქვათ, იგივე მუნიციპალური სამსახური. თვითონ განათლების დონეც ახლა ის ხალხის გადაღლილია განცხადების დაწერის, იმიტომ რომ ახლა მარტო დამირეკე, ესე არ არის, ხო? ესეც არ არის მასალები, დოკუმენტალური მასალები არ არის ამის მიერ და მოკლედ უაღრესად რთული სიტუაცია არის რა. რაც შეეხება თბილისს, პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში აი გადაიდგა პირველი ნაბიჯები და ეს დამსახურება არის, რა თქმა უნდა, თბილისის მუნიციპალიტეტის პირველ რიგში, ვინაიდან შეიქმნა მუნიციპალური თავშესაფარი, რაღაცა წესი. მე არ ვლაპარაკობ, რომ ყველაფერი კარგად არის, არის ძალიან ბევრი პრობლემები, უაღრესად დიდი პრობლემები არის. პირველ რიგში ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ამას ყველა, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯებია. თუ მთლიანად კიდევ ვლაპარაკობ საქართველოს მასშტაბით არ იქნება ერთიანი სტრატეგია, თუ არ იქნება კანონმდებლობა, თუ არ იქნება ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო სისტემები და ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოების სწორი დამოკიდებულება, თუ არ იქნება ცხოველთა პოლიცია, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამაში, ჩვენ ჩავთვალოთ, რომ აი თქვათ მარტო თბილისი ან ზესტაფონი ეს საქმეს საერთოდ აი ამ თვალსაზრისით მე მართალი გითხრათ შორსა ვარ, თქვათ უფრო არ ვიცი და ამიტომ სწორედ მოგიწვიეთ ბატონი თემური და ბატონი თემურაზიც ამაზე სალაპარაკოთ, მაგრამ რაღაცა მივაყურადე ისე რომ პარლამენტში გამოდიოდა რაღაც ბატონი, რომელიც თქვა რომ ჩვენ მზად ვართ უკვე აი სწორედ საკანონმდებლო კუთხითაც შევეხიდოთ ამ დაცვას ცხოველების და დავიწყოთ ამაზე ზრუნვა, ანუ საკანონმდებლო, მაგრამ მე ვიღაც ქალბატონი აჩვენეს და დამამახსოვრდა რაღაც 259 რაღაც სამართლის ხო, რაღაც მუხლი, შეიძლება ვცდები თემურ, არ ვიცი. რა არის, რა მუხლია და რატო არის იწვევს ასე? საინტერესო თემა წამოჭერდოთ, ანუ ისჯება, დასჯადია, ხო? და უნდა იყოს წესით, როცა მოვკალი ცხოველი, უნდა მომეკითხო შესაბამისად. ცხოველის წამება წვალება, რომელსაც სიკვდილი გამოიწვია მისი, ანუ რა თქვენ ახსენეთ 259 მუხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლის შესაბამისად ისჯება, ანუ ის პიროვნება როგორ ისჯება? ნუ სხვადასხვა აი ჯარიმა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და თუ ეს დამოუკიდებელ გარემოებში მოხდა არასრულწლოვანებთან ხო, თან არასრულწლოვანებთან ჩემი შეხედულებით ეს არის პოტენციური მკვლელი, ხო თუ შეგიძლია მოკლა ცხოველი წამებით, რომელიც არის ესე ვთქვათ ქუჩაში თავისთვის, თუნდაც რაღაცა დააშავა ამ ცხოველმა, მგონია პოტენციური მკვლელი არის მკვლელი. ხო, ცხადია. მაგრამ კიდე ერთი მომენტია, აი ბატონმა თემურაზმა აღნიშნა
თქვათ ალბათ განსხვავება გასაგები არის რომ აი კიდევ რა ჩვენ რაღაც მექანიკურად რაღაც ძაღლებზე ვფიქრობთ, მაგრამ სხვა ცხოველებიც გადის ხო ამ იმაში, ამ დამოკიდებულებაში, ამ სიმკაცრეში რა ხდება ამ ხრივ თუ აი განსხვავება არის? კომპეტენციების მიხედვით არის გადანაწილებული უფლებამოსილებები. ჩვენს სააგენტოს ან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება კონკრეტულ მუხლებზე ადმინისტრაციულ სამართალდაღობის, როდესაც ვახორციელებთ რეაგირებას, ხდება ჩვენს მიერ დაჯერებები იმ ადამიანების, რომლებიც არ ღვევენ ცხოველების მოლაპატრონების წესს, წელს მაგალითად 500-ზე მეტი ადამიანი დავაჯარიმეთ. ასე რომ არის მუხლები, რომელიც მიკუთვნილი არის გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციას და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ძირითადი ახლა მე ბატონ თემურაზ საქმიანობა რაც ვიცი გამიგია, ის არის მოწადინებული, მაგრამ ძირითადი პრობლემა ჯერჯერობით მე რაც წარმოვიდი, ეს არის საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა, მაგრამ ხო, არ ახსოვდება. ორი აზრი არის, იმიტომ რომ თვითონ კანონმდებლობამ უნდა გაანწესოს ყველა ეს საკითხი რა. ეხლა თვითონ რატო არ არის თვითონ ამ, იმიტომ რომ ჩვენ ამოდენიმეჯერ პეტიცია, ხა ჩვენი პეტიციაც არ ყოფილიყო რა, როდესაც ევროკავშირში გაქვს პრეტენზიები რომ შეხვიდე და რაღაცა, არის საერთაშორისო კანონები, კონვენციები, რომელიც უნდა იყოს რატიფიცირებული საქართველოს მიერ, ნუ ამას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. არ არის. ხო, აბსოლუტურად, აი ახლა ბოლო პერიოდში რომ განსაკუთრებით ხა ეს სისასტიკე არის ცუდი ფორმა, ხო, ცხოველების მიმართ და მე პირდაპირ ვლაპარაკობ, მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ უცხოელები, იმიტომ რომ ჩვენ ორგანიზაციასთან აქვს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ორგანიზაციაში შეხება, ურთიერთობები, კითხვები აქვთ ბევრი, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. აი ძალიან ძნელია რომ აუხსნა რა, ვეუბნებიან რომ რატომ მაშინ მიწერთ რა, წერ, არაფერი, რეაგირება, საერთოდ რეაგირების მსგავსის არ არის. გამიგეთ რა შეა საქმე. მე მქონდა შეხება რა, წინა პარლამენტის გარემოს დაცვის კომისიასთან, აი არაფერი. აი პირდაპირ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მაგით კი არა ახლა ეს არ არის მარტო სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებული, აქ არის მთელი საკანონმდებლო ბაზა. აქ არის როგორც ცხოველთა დაცვის კანონები, ესევე მოწესრიგებები, სხვადასხვა აი ცხოველთა სანქციებიც არის ძალიან სუსტი, ასე თქვა. არაადეკვატური, კი ბატონო, ჩვენ ამაზე მთელი სისხლის სამართლის კოდექსი, მერე ადმინისტრაციული სამართალდამცველთა კოდექსი და ასე შემდეგ. ჩვენ მივიღეთ ყველანაირი მხარდაჭერა უცხოეთის ამერიკული ორგანიზაციიდან, რომ აი ეს კანონპროექტი დაგვებზადები, ამას ძალიან საკმაოდ სერიოზული მუშაობა უნდა გაიქცნო სხვადასხვა ქვეყნის კანონებში და რომ ნუ აქ მთელი ის არის, მივიღეთ ამაზე და ვერ მივიღეთ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომისიიდან საგარანტიო წერილი, რომ აი ამას რომ დავამზადებდით, ისინი განეხილავთ. რა კომისია, რა ქვია ამ კომისიას? არა, იმიტომ რომ ახლა დაუშვათ დავწერე, ხო, თქვა. ესე იგი, ეხლა ეს დაწერილი ყველაფერი თუ პარლამენტის შესაბამისმა კომისიასთან, მარტო ის კი არა რომ განიხილოს, მასთან ერთად უნდა იმუშაო ამ საკითხებზე და მე შესაბამისად იქ ბიუროება უნდა განიხილო, როგორც წესი არის. ეს გარანტია კი, სიტყვიერად კი რა კარგი ბიჭები ხართ და მაგრამ არაფერი რა აბსოლუტურად. დღესაც აი ახალი პარლამენტი არის, ხო? და იმის მაგივრად რომ პეტიციების გვაქვს, დავიწყოთ რაღაცა, იწყებენ მგლების ამოხოცვის რაღაც კანონით რა, იმიტომ რომ იქ სულ სხვა ინტერესი დგას, იქ მონადირეების ინტერესები მოდის, გამიგეთ, იმიტომ რომ მგელი რო დახოცო, კარგია რომ ვერტფრინდავიდან მოკლა, მოდი რა ვერტფრინდავით გავისეირნოთ, გამიგეთ, როგორი მომენტია. არავინ არ უყურებს. ეს ახლა ის კი არა რომ მარტო ქუჩის ცხოველები გარკვეული პრობლემას უქმნის თქვათ მოსახლეობა, თვითონაც ცოდვები არიან. მერე ეს დაავადებასთან არის დაკავშირებული, ხო, მერე როდემდე შეიძლება იყოს, ხო, ესა. ეს თუ ჰუმანური მეთოდებით არ მოგვია, ისე არ მოგვარდება. ხო, აბსოლუტურად. ბუნებრივია ხო, უნდა მოგვარდეს ისე რომ არ ცხოველები დაზრალდეს და არც ადამიანები. მოდი გავმიჯნოთ. ბევრი დღემდე ვერ გარკვეულა ამ კანონმდებლობაში, ანუ კომპეტენციების შესაძლებლად.
ჩვენ პაკეტი შევიმუშავეთ, გადავგზავნეთ პარლამენტში. იქ არის რაღაც კორექტირებები კონკრეტული. ანუ ლაპარაკია თბილისის არა, ზოგადად ადმინისტრაციულ სამართალდაღუათი კოდექსში კორექტირებები რაღაც მუხლების და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ასეთი კანონი, ერთიან კანონს ვერ მიიღებს საკანონმდებლო ორგანო, ანუ პარლამენტი, ცხოველების მოლაპატრონობის წესი, პოპულაციის მართვის და ასე შემდეგ. და რატომ? აგიხსნით. ცხოველების მოლაპატრონობის წესის დადგენა არის ექსკლუზიურად უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. ანუ თბილისის საკრებულო მიიღო წესი, ცხოველების მოლაპატრონობის წესი, შეიძლება ქუთაისმა და სხვა მუნიციპალიტეტებმა მიიღოს სხვა წესი. ანუ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ექსკლუზიური უფლებამოსილება. ამაზე თქვენ ბრძანებთ, რომ პარლამენტს არ აქვს ვალდებულებაც და არც უფლება იმის მაშინ ორგანული კანონი შეიცვალოს. დღეს მდგომარეობით მოქმედი ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად ცხოველების მოლაპატრონობის წესის დადგენა და ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ექსკლუზიური უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. ანუ ყველა თვითმმართველი ორგანო იღებს წესს. შეიძლება თბილისმა მიიღოს ასეთი იმალისეთ სხვა მიიღოს მოკლე პარალელი რო გავალოთ, ანუ რა ხდება სხვა ქვეყნების მაგალითზე და როგორ არის თქვათ ეს დარეგულირება. იგი ევროპაში ასაა. განსხვავდება ქვეყნების. მოდი ესე ვთქვათ, სააგენტო რო შეიქმნა, ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, ჩვენი ხედვა თუ როგორ უნდა მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა. ჩვენ შევისწავლეთ ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითები, გამოცდილება თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს, რამდენი ხანი დაჭირდა და ასე შემდეგ. შეიძლება ბევრს გაეცინოს, ბევრს შეიძლება ვთქვათ რაღაც სხვა კუთხით შეხედოს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რაც ჩვენ მოვიკლეთ თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის სოფლიოს და როგორც ჩვენ ვაკეთებთ დღესდღეობით პოპულაციის მართვას, შემცირებას, კონტროლს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ჰუმანურები ვართ. სხვადასხვა ქვეყნებში პოპულაცია შეამცირეს ძალიან ესეთი მექანიკური ჩარევა. ეს იყო რა თქმა უნდა 10 წლების წინ, შეიძლება ეხლა რო იყოს ეგ პრობლემა, მასე აღარ მოიქცნენ 10 წლების წინ, მაგრამ ყველა ქვეყანაში თითქმის მოაგვარეს სხვა კუთხით. და მერე უკვე დაიწყეს პოპულაციების მართვა, კონტროლი, უკვე ასე ვთქვათ ნულიდან. თლათ ახლა ნულზე ვერ დაიყვანო, მაგრამ რაღაცა ჩვენ თბილისს ვისაუბრებ, ჩვენ პირიქით დავიწყეთ, ანუ უფრო ჰუმანურად შაშატი დავთვალეთ, ზაღლი პირველ დაითვალა დედაქალაქის ისტორიაში. მიუსაფრად ცხოველი 43000 ცხოველი დაახლოებით თბილისში. იყო უფრო სწორედ 2 წლის წინ. მის შემდგომ ჩვენ 1000-ობით ოპერაცია გავაკეთებთ ზაღლებზე მაქვს საუბარი. მარტო ზაღლებზე. 1000-ობით ოპერაცია გავაკეთებთ დაუბრუნეთ ქუჩაში და ასე შემდეგ. იმედია რომ ეხლა ვაპირებთ წელს დათვლას კიდევ შემდგომში და დიდი იმედი გვაქვს რომ მიზანს მივახწევთ აბსოლუტურად ჰუმანური და სწორი სტრატეგიით რა. და აი კიდევ ერთი კითხვა ახლა ისე გვესმის რომ ქუჩის ცხოველი ქუჩის, მაგრამ რაღაც ლოგიკური კითხვა იბადება რომ ძაღლის გარდა თუმცა მექანიკურად ასე ცირდება ძაღლზე. აი სხვა რა არის კატა გაგეცინებათ ახლა სანამ სტუდიაში შემოდით ბატონ თებულოს ვაჩვენე ტელეფონის სურათი ხო? სააგენტოს უფლებამოსილება მიენიჭა ასევე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირველთან დაკავშირებით ასე ვთქვათ ანუ ქუჩის ძროხებიც არსებობს და დიღომში ნახე არის ძალიან ხშირ შემთხვევაში უმეთვალყუროთ მიტოვებული ძროხა იქნება სხვარი თხა თუ ასე შემდეგ. წაიყვანოთ ძროხას. ხოლმე მოიტოვოს სააგენტო მიენიჭა უფლებამოსილება დააჯარიმოს თუ იქ არის სამართალდამრღვევი პირი, პატრონი იქნება თუ ვიზეც იმ მომენტში არის პასუხისმგებელი, თუ უმეთვალყუროთ არის მიტოვებული პირუტყვი, ამ შემთხვევაში ხდება თავშესაფარში გადაყვანა, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა და შემდგომ უკვე შესაბამისი რეგულაციები არის თუ პატრონმა მოაკითხა აუცილებლად რომ გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური, ყოველდღიური მოლაპატრონობის საფასური, მანქანას რომ გადაიყვანენ. ეს თვითონ ძალიან ისეთი თემა ახლა ნუ პირუტყვია და რა, მაგრამ ძალიან სერიოზული პირველი ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ცხენები, ძროხები, მეორე გამწვანების საკითხი. ხო, ნუ ამდენი მწვანე ნარგავი, ამდენი ნაძვი ირგება, ამდენი ყვავილი ირგება, ამდენი 1000 რაღაცა ირგება. გამუყავთ, აჭმევინებენ, ანადგურებენ და ასე შემდეგ, ხო? მესამეც კიდე სანიტარული ჰიგიენური მდგომარეობა. ხო და ეს კომპლექსურად ფეკალია და ასე შემდეგ.
კომპლექსურად ქმნის ძალიან დიდ პრობლემას და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, შარშან მოგვენჭა უფლებამოსილება და საკმაოდ აქტიური ნაბიჯები გადავდგით მოსაწესრიგებლად ამ სიტუაციის. კი ხა არ ჟღერს შეიძლება ისე რომ აი რაღაცა გმირული იმით რომ აი ამდენ ჯარიმა დავწერეთ და ამდენს გადავიყვანეთ და ამდენის გადაჭარბებით შევასრულოთ. ხო, მაგრამ რეალობას თვალი გაუსწოროთ თუ ამ მიმართულებით არ წახვედი, ნუ არაფერი არ და შეიძლება. კიდე ერთი რამე, ალბათ აი ბატონმა თეიმურაზმა ბრძანა და მე მგონია რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა საკანონმდებლო ეს არის ახსნა განმარტება, აი განათლების კუთხით სპეციალურად წამოვიღეს. ესეც დავამზადეთ, რომელსაც ვარგებთ მოსახლეობაში. აი მეც მაჩვენე. დივი. ასევე ჩვენ თუ დაკვირვები ხართ თბილისის ქუჩებში, სკოლებში, პარკებში, სპეციალური ბანერები გავაკეთეთ, რომ პატრონმა უნდა დაასუფთავოს დაბინძურებული გარემოს ცხოველის საჩე, აი უკანო მოატრიალოთ, აღნიშნულა რუკა თბილისის სად არის ეს წითელი ზონა, სად არ შეიძლება პირუტყვის გამოყვანა, წვრილფეხა იქნება თუ მსხვილფეხა იქნება. აი მასორი გურამ ძროხით და რაღაც აღარ ასევე ბუკლეტები დავბეჭდეთ, რომელსაც ათასობით ვავრცელებთ. აი გურამს უყურს ხოლმე გამოიყვანს ამ ფარას თავისას და რაღაცა მიუშვებს თავის ნებაზე. აი ეს ძალიან კარგია რომ მარტივად შეგიძლიათ პრობლემა 112-ზე დარეკეს და დავრეკავ და მეცოდინება რომ რეაგირებას მოხდა. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ამას იმიტომ ამბობ რომ აი ბატონო თემურაზმაც ხაზი გაუსვა რომ რაც მეტად შევახსენებთ ხო ჩვენს მაყურებელს ჩვენს აი თქვა რეგიონებზე ბრძანეთ გულის ტკივილით და ყველა ვიზიარებთ რომ მაგრამ მეგობრებო ძვირფასო ტელემაყურებელო ეს გაითვალისწინეთ რომ ისინი არიან ჩვენი ბუნებრივი გარემოს ჩვეულებრივი ნაწილი ნუ რაღაც უფლებები უბრალოდ უნდა შევქმნათ უსაფრთხო თანაარსებობის გარემო აუცილებლად. თუ უფლება არ წერია ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მას უფლება არ აქვს ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაცა ვისი უფლებამოსილება იყო რომ ჩაეწერა იმან არ იმუშავა კარგად მარტივად დაარღვია კი ბატონო. მაგიტომაც ჩვენ უსაფრთხო გარემო შევქმნათ. ხო და ჩვენი აი ამ 4 ფეხა თუ მარტო 4 ფეხა არ არის ხა ფრინველებიც არის ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონო თემურას და იმედია რომ რაღაცა ცოტა გურამ შენს დიდი მადლობა და ამით თავდება დღევანდელი ჩვენი კაცების დრო დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და კაცების დროც არ არის მარტო ეს არის ჩვენი იმ 4 ფეხა ადამიანების დრო გეშიდებებით მოვლა შეხვედრა.